სწორედ ამ პლანისგან არის ანტიხალხური გამოხმაურება, მაგრამ ამასთან გამჟღავნებად თავი დავანებთ, თავარი ეს არის, რომ მიზანშეწონილობის პრინციპით, როდესაც კანონებს უდგებით, იქ არ შეიძლება სამართლიანობაზე იყოს საუბარი. ის რადგანაც ეს ვინ თქვა, რომ ეს აწყვეტდა სახელმწიფოს მოქალაქეთა კავშირმა? ვინ გადაწყვიტა რა აწყვეტდა? ეს გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტმა. აი სწორედ ამაშია საქმე. საქართველოს პარლამენტმა, რომელიც მოქალაქეთა კავშირია და იწყვიტა სწორედ ამ საკითხებს. ჩვენ ვერ დავუშვით. ბატონებო, ძალიან გთხოვთ, კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ რა. კონკრეტულია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება, ეს არის კანონი. მისი პირადი გადაწყვეტილებები, მისი პირადი სუბიექტური შეხედულებები. ისევე როგორც საძიებო სამუშაოები იზოლატორებში. ესაც მოქალაქეთა კავშირმა გადაწყვიტა. თავარი ეს შეეხება სამუშაოებს არაფერი გადაგუწევს. ემედაზე როცა შეეხება შინაგან საქმეთა პენიტენციარული სისტემის არ მოხდა ჩვენი ინიციატივა. ის რაც კონსტიტუციაზე თქვენ არ მიგიათ მუშაობა, ისაც კონსტიტუციამ დაგვავალა, რომ ჩვენ ეს სამსახურები გავგრძელებინა. ის რაც სასამართლო რეფორმის თავიდანვე გეგმაში შედიოდა, ის არ იქნება. ეს არის კონსტიტუციაში, ეს ხო ჩვენი ინიციატივა და გავაკეთეთ კიდევ. გავაკეთეთ. პენიტენციარული სისტემის ციხეების და იზოლატორების გადასვლა იუსტიციაში. იუსტიციის სამინისტროში მიაყოლეთ არა, არ მიაყოლეთ, ეს თქვით რომ არა. თქვით რომ ეს ეს არის მოდი ვიყოთ თანმიმდევრული და შესაბამისად როცა რაღაცას ვაკეთებ, ვიყოთ ამაზე. აი, მაგ ჩემი თქონაც არის, ვიყოთ თანმიმდევრული რა და კონკრეტულ მიზანშეწონილობის პრინციპი და თქვენ რადგანაც ბევრ მიხართ ან ის რომ ვინც მეც ილაპარაკებს ის არის მართალი. ეს კონკრეტულად გიპასუხებთ რაც შეეხება პენიტენციარულ სისტემას, პენიტენციარული სისტემა გადავიყვანეთ ჩვენი. ერთადერთი ეს დარჩება ოფიცერი რომელიც სანამ იუსტიციის სამინისტრო არ შექმნის ოპერატიულ სამსახურს, ისიც მანამ სანამ ევროპის საბჭო არ იტყვის რომ ეს უნდა შეწყდეს და ევროპის საბჭო ამას იტყვის გარტყმულებ უახლოეს სამსახურს იტყვის და იმიტომ ჩვენ ვიმუშაობთ ამ ევროპის საბჭო და არა მარტო თქვენ მუშაობთ სხვადასხვა ისე ეს ჩვენურად ის ძალიან თქვა ერთი წუთი წარმომადგენლებიც მუშაობენ და ძალიან სერიოზულად მიიწევთ იმას თქვენ თავზე რა თქვენი დამსახურება მხოლოდ არ არის ეს ბატონო მამუკა ერთი წუთი ბატონო მიხელი მე ძალიან გთხოვთ კონკრეტული შეკითხვა მაქვს და თუ შეიძლება კონკრეტული პასუხი მეინტერესებს თქვენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა ანუ თქვენ განაცხადეთ რომ თქვენ აპირებთ განახლებული სიით წარუდგეთ მოსახლეობას და ეს განახლებული სია იქნება საკმაოდ სერიოზული და ისეთი პიროვნებებისგან შედგენილი რომელსაც არანაირი ან კორუფციაში ან რაიმე ისეთი საქმეები საქართველოში ნაკეთი არ აქვს თუ შეიძლება ჩვენ ამაზე მუშაობთ სწორედ ამ დღეებში აქ არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ ძალიან ბევრი სურპრიზი იქნება ამ სიაში. ძალიან ბევრი სერიოზული გავლენიანი ადამიანი ვინც არის დღეს ჩვენ სიაში, იმის გამო რომ სხვა სამუშაო. შეგიძლიათ რაიმე სურპრიზი ახლა? მე არ მინდა დროზე ადათქვა, მაგრამ ამას ნახავთ უახლოეს დღეებში. ძალიან ბევრი სერიოზული სახელი ალბათ გადაიგებს რომ სხვა ადგილას აღარ იქნება საპარლამენტო სიაში და იქნება ძალიან საინტერესო ახალი ხალხის შემოსვლა. იურისტების, ეკონომისტების, მათ შორის საზოგადოებრივ განათლება მიღებულის ბევრი, მათ შორის ადგილობრივი რესურსების მე დარწმუნებული ვარ საქართველოში არის ძალიან სერიოზული პოტენციალი ჩვენ საზოგადოებაში იმ ხალხისა ვინც არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკაში ვინც არის პატიოსული კომპეტენტური და ეროვნული და აი ეს არის ჩვენი კურსი ახლა თავარი აღებული თუ ეს ვერ მოახერხეთ მაშინ მე ვერანაირ რას ვერ ხედავ ჩვენ ოპონენტებთან სერიოზული პაიკრობის მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამას მოახერხებ და მე უკვე ბევრად უფრო ესე წელში გამართული შეგვიძლია თქვათ რომ ის კი არა რომ ესე იგი ეს სია იყოს. ამ სიედანაც ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენ ღირსეულ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ გვექნება ისეთი სია, რომელიც საქართველოში არასოდეს არ ყოლია არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც ერთ არჩევნებს. აი ესეთი კურსი გვაქვს ჩვენ აღებული და მე პირადად შემომცანას როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, რომელსაც გულწრფელად მომხდარ, მამუკა შეიძლება არ აღიარებს, რომ პარტიაში იქ აქვს მას წინააღმდეგობა. მე შეიძლება მქონდეს, იმიტომ რომ დიდი პარტია და ჩვენ შეიძლება გქონდეს ჩვენ გულს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ წინააღმდეგობას ჩვენ ასე თუ ისე გადავლახავთ და ჩვენ მოახერხებთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სიის, რაც ყოფილა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში ჩვენი ამორჩევლისთვის შეთავაზებას. აი ეს ერთ-ერთი რაზეც ამ დღეებში მუშაობ, მართალი გითხრათ, ეს ბევრად უფრო მაინტერესებს ამ დღეებში, ვიდრე ჩვენ ოპოზიციურ ფრაქციათა პაიკრობა, თუმცა მამუკას რა თქმა უნდა ხათრი ვერ გაუტეხეთ და სიამოვნებით ვხდით იმას. დიდი მადლობა. ბატონო მიხეილ, მამუკას არ მოუწევხეთ, მე მოგიწვიეთ. ერთ-ერთი მამუკა რო გავიგეთ. ბატონო მამუკა, ერთი წამით და ამ საკითხთან დაკავშირებით რეპლიკას თუ ნებას მომცემ, საქმე იმაში გახლავთ, რომ ესე იგი ამ განცხადებით მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე აღიარებს, რომ დღეს მას პარლამენტში ყავს ბალასტი, რომელიც არის შესაძლებელი. მისივე ციტირება რომ გავაკეთო, წმენდას დავიწყებთ, ეს თქვენი სიტყვებია, რომ დავიწყებთ წმენდას და ბალასტს მოვიშორებთ. ესე იგი დღეს მას ყავს პარლამენტში მოქალაქეთა კავშირი, ბევრი გასაწმენდი და ბევრი ბალასტი. უკვე აქედან გამომდინარე ის შეფირება რომ მომავალში ეს არ იქნება და ამაზე პროპაგანდის აგება ცოტა არ იყოს და ძალიან ესეთ იუმორში გადასაყვანი ფრაზა იმიტომ რომ ხედავთ ვიბლობო
წინა სესიას, წინა იმას რა ქვია, არჩევნებზე რო ადგენენ სიას, მაშინ რატო ვარქვით ეს ხალხი ბალასტი თუ იყო? მაშინ რატო არის საუბრობთ იმაზე, რომ ეს ხალხი როჯდებოდი სიაში ამ ხალხთან ერთად? მაშინ გეფიქრათ, რომ საქართველოსთვის არ გამოადგებოდა და ამ ბალასტის მიერ მიღებული კანონებით ქვეყნის ცხოვრება შეიძლებოდა? თუ ეს ხალხი გასაწმენდი იყო, გაგეწმინდა დროზე, მოგეხმარებოდი ჩვენს, ნიჩაბს ჩვენს დავიკავებდით ხელში, გვერდში დაგიდგებოდით, ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, ხოთი რომ პიროვნულად არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენ ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ცოტა ადრე დაგეწყოთ ეს. ამ თქვენს ასეთ უნიათობას შეეწირა საქართველოს კანონმდებლობა, შეეწირა საქართველოს მოსახლეობა, შეეწირა ბიუჯეტი, შეეწირა პოლიტიკა, ეს ერთ. და მეორე საკითხი, როცა ჩვენ საუბრობთ, ბატონო მიხეილი, მე ამას ხაზი მინდა გავუსვა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ იქნება ბევრი ეკონომისტი, ბევრი იურისტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს კარგია. მაგრამ მე მგონი თქვენ თანხმობით იმაში, რომ პარლამენტში უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსები უნდა იყოს. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. არა დაუშვათ იურიდიულ და მხოლოდ ეკონომიკურ თემებზე, არამედ უბრალოდ პოლიტიკოსებს. ეს პოლიტიკოსები საიდან მოყავთ ეს გამაგებინეთ? საიდან მოყავთ ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლები იქნებიან ამ გადაწყვეტილებაზე. თორე როგორი რაღაცაა, რადგანაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მონოპოლიზებული გქონთ, ამიტომ შეგიძლიათ თეთრი შავად გაასაღოთ ამ პირიქით. შავი თეთრად და ილაპარაკოთ რა კარგად, რა საამურია ბზიურ საბჭოებში ცხოვრება, მე ამას მიჩვეული ვარ. სწორედ ამ იმაში ვიზრდებოდით მეც და თქვენც და გვიმტკიცებდნენ, რომ მომავალი წელი იქნება გადარტეხი წელი, გაცილებით უკეთესი წელი, ვიდრე წარსული. ახლა გვიმტკიცებთ, რომ მომავალი პარლამენტის პერსონალური შემადგენლობა გაცილებით ხარისხიანი იქნება, ვიდრე წინანდელი, მაგრამ მოდი წინანდელზე ვაგოთ პასუხი. გააქვთ თქვენ მორალური უფლება. იგივე მიმართოთ მოსახლეობას, როდესაც ასეთი თქვენი აღიარებით ბალასტი ყავდათ პარლამენტში. მე მინდა აქ მოკლედ თქვა, ძალიან მოკლედ. ესე იგი ჯერ ერთი საამური ცხოვრება საქართველოში არ არის და მე ამას ვერ დავამტკიცე. მე აქ ვლაპარაკობ მხოლოდ ტენდენციაზე. არა, მე აქ ვლაპარაკობ ტენდენციაზე და მე გაამართლა თუ არა ამ პარლამენტმა ამას გაჟდის ისტორია, მაგრამ მე ვიცი რომ არ ყოფილიყო ეს პარლამენტი საქართველოში არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ეს საპარლამენტო ტრადიცია რომელიც ჩამოყალიბდა. საქართველოს ვერ იქნებოდა ევროპის საბჭოში, საქართველოში ვერ იქნებოდა სასამართლო რეფორმა, საქართველოში ვერ იქნებოდა მთელი ის კანონმდებლობა რომელიც ჩვენ მივიღეთ და საქართველოს საერთოდ ბევრი რაღაცა იქნებოდა ბევრად უფრო უარესად. ცხოვრება საამური. ჩვენთან არ არის. ეს ერთი, მეორე, წინა არჩევნებზე მე რომ მოვიდი საპოლიტიკო სააკაშოს არავინ არ იცნობდა. მაგრამ მე უბრალოდ ვიყავი იურისტი ნიუ-იორკში, ერთ წამყვანი იურიდიულ ფირმაზე, მქონდა რაღაცა ესე იგი პერსპექტივები. მე ჩამოვიდი და აი ესეთ ხალხს ჩამოვიყვანთ, ეხა ერთს კი არა, ესეთ ხალხს ჩამოვიყვანთ და საქართველოში ვიპოვით ასეთ ხალხს, ვინც არ არის პოლიტიკაში იმის გამო, რომ სიბინძურის გამო, რაღაცის გამო ერიდებოდა 15-ს, 20-ს და 30-ს. მესამე არის ხალხი მართლა ვინც ვერ გაამართლა და ესეთი ხალხი განსხვავებით ბევრი სხვა პარტიისგან ჩვენ არ გვცვენია და ვაღიარებთ რომ არის ხალხი ვინც ვერ გაამართლა, მაგრამ ძალიან ბევრმა გაამართლა. არის ხალხი ვისაც აღარ უნდა ეს პოლიტიკა და უნდა გაუშვა ამ პოლიტიკა. უნდა იყოს მუდმივი განახლება სისხლის. მე წინა საპარლამენტო სიას არ ვადგებდი. თუმცა იქ არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელსაც მე ჩავთავდი რომ შემენადგინო. მაგრამ მე ვაგებ იმ საპარლამენტო სიაზე პასუხს, რომელსაც ახლა შევადგინე. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე. ამიტომაც დავთანხმდი ამ ფრაქციის თავმჯდომარეობაზე, სულაც არ მიზითავდა პარტიული კარიერა და იდენტიფიკაცია ყველა იმ პრობლემასთან, რომელიც არის, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი აწყო პირად პოპულარობაზე. უნდა აწყო იმაზე, რომ სადაც ხარ, იქაც უნდა იბრძოლო ბოლოსად და იმისათვის, რომ რაღაცა შეიცვალოს. ეს არის პარლამენტის სასწავლო დაწესებულება. არა, სასწავლო არ არის, ჩვენ მოვახერხეთ ისეთი მიღწევები, რასაც აღიარებს აბსოლუტურად ყველა, მაგრამ ქვეყანაში არის ძიმე მდგომარეობა არა მხოლოდ პარლამენტის გამო. პარლამენტი არის არა, მარტო პარლამენტის გამო არა, მთავრობის გამო და პრეზიდენტის გამო. მარტო ამ ხელად ცოდვებს თქვენზე არ ავკიდეთ. ყველაფრის გამო ერთად. მაგრამ ასევე იმ სიტუაციის გამო, რომელიც ობიექტურად არსებობს და სუბიექტური იმის გამოც რომ შეცდომები იქნა დაშვებული, იმის გამოც რომ შეცდომები იქნა ჩვენს მიერ დაშვებული. მაგრამ ეს შეცდომები თქვენ რო ყოფილიყავით ხელისუფლებაში. როცა მოვა ეს კამპოტი, სადაც ერთად იქნებით თქვენ, პატიაშვილი, რაზმაძე და ესე იგი ჭაჭია და ყველა დანარჩენი არა, როგორ საქართველოს აი მე მართლა მაინტერესებს თქვენ ჩამოყვედი ბათუმიდან, ხო? თქვა ასლანაბაშში რომ სააკაშვილმა შემოგზავნა ტერორისტული რაზმი. მართლა მაინტერესებს შენია, შენ გჯერა მამუკარო, მე შემელო ასლანაბაშისთვის ტყეში შემოგზავნა 7 შეერაღებული ბანდიტი რომ მე დაბომბოდა. ჯერა თუ არა? უტრირება როგორ არის ეს თქვა კაცო? მან თქვა. ხო. შენი განცხადების საფუძველზე. ხო. როცა შენ ამბობდი რომ ჩვენ მივიღებთ ზომებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მან თქვა როგორ ჩანს
სააკაშვილის სიტყვები მოდის რეალობაში და არა ის რომ სააკაშვილმა კი და ეს როგორ იყო გაგებული გუშინ გოგიტიძე თქვენ როგორც გინდა ისე გაიგებთ ამას პრესა ტელევიზია თქვენია როგორც გინდა ისე დაატრიალეთ გუშინ გითხრა მოცუ გოგიტიძე თქვა რომ სააკაშვილი ტყუის და თუ ეს არ არის სად მიყავდნენ ის დროხები რომელიც იქიდან მიყავდა და ეს იყო ტერაქტი ხო ესე იყო ხა ნახავ ყველა მესტელი ეხლა ისიც ხო ფაქტია რომ ერთი კვირის წინ ახალგაზრდა აღორძინება მოაწყო პრესკონფერენცია ეს თუ გჯერა რომ მე ვიღაც რამდენიმე ადამიანი გაუგზავნა ბათუმში ჟურნალისტების გასაუპატიურებლად და რო ვერ გააუპატიურეს მოვიდნენ და დავტოქეს ესე იგი აი ესეთ რაღაცები თუ გჯერათ მაშინ როცა საქართველოში არის გადანება უკაცრავ მანიაკის შეხეთულება ნავთობყალა ამის შემდეგ გუშინ დაწერეს ამავე მასშტაბზე დავეთანხმები შესაძლებლად და სექსუალურ მანიაკს გუშინ დაწერეს რომ საერთოდ ცისფერით ვიყავი ასე რომ ხალხი რომელიც აი ამ ლოზუნგებით მოდის აი ამ იდეოლოგიით მოდის და რომელსაც თქვენ აცხადეთ რომ თანამშრომლობთ ხო თანამშრომლობთ იზიარებთ თუ არა იმას რომ მე ვარ ესე იგი ან სექსუალური მანიაკი ან ტერორისტი ან ცისფერი ან კიდევ რაღაცა და ესეთი ხალხი მოდის იმის თვალგებრად თუ ილაპარაკობს რეალურ პრობლემებზე ლაპარაკობს იმაზე რომ ესე იგი ეს სააკაშვილის არ არის ახლა ჩემს ადგილას შეიძლება იყოს ქიბროწაშვილი ფრაქციის თავმჯდომარე იმაზეც ამას ილაპარაკებენ ამათ მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ხო არსებობს რაღაცა ხო არსებობს რაღაცა სფეროვის ექსპერტად ვერ გამოდგენ ბატონო ახლა ძალიან ხო ესეთი მომენტი მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ხო მე აქ როგორც მაყურებლის როლში ისე ვარ და ფანტასტიკური რესპონდენტები გზანდებით შეიძლება დავსვა ერთი შეკითხვა და მის მერე 1 საათი ძალიან წყნარი იმიტომ რომ ისას გადავყავართ სხვადასხვა თემებზე არა მე მაინტერესებს არა ჩვენ საუბრობდით ვარგა თუ არ ვარგა მოგალაგდა კავშირი ჯერ შემთხვევით იმაზე რომ ის რაც არის დღეს არ ვარგა ამაში შეცვლეთახმები მაგრამ იძლევი დაპირებას რომ ეს გამოსწორდება ბატონო მამუკა თუ შეიძლება თქვენ ის მისცემს და მე შემიძლია თუ გითხრა ერთი რამ მაშინ შენ გჯერა რომ მე ვარ ტერორისტი შენ გჯერა რომ მე ვარ ესე იგი იმ ყველაფრის მომწონებელი და არ გჯერა ესე იგი ჩემი დაპირებების ხო და აი ამაში დაპირებების არც ტერორისტული აქტის მომწყობი ხარ და არც დაპირებების გამხორციელებელი ხარ როგორ არა თქვენი იდეური ერთ-ერთი მონია მოსრო ვარ მაგაში ეს ერთი მომენტი მეორე მხრივ სახალხო პარტია რომ ყოფილიყო უმრავლესობაში მერწმუნეთ გაცილებით უკეთესად იქნებოდა საქმე და ის მტკიცება რომ თქვენ აცდინეთ საქართველოს უფრო ფართო მასშტაბიან უბედურებას, აი გალის ამბავზე დაიწყეთ ეს, შემდეგ საფინანსო კრიზისზე თქვით რომ სხვა რო ყოფილიყო უფრო დიდი იქნებოდა ზარალი და ასე შემდეგ. ეს ლოგიკა აქ ნამდვილად არ გამოდგება. ახლა რაც შეეხება ბათუმის ალიანსს და რაც შეეხება ბათუმს, თქვენ რა გაღიზიანებთ ის რომ ეს ზალა რეალურად არსებობს? თუ კი პირიქით ძალიან მიხარია და თქვენც რომ ბოლომდე იქ ისეთლად გამიხარდებოდა. მაგაში კი არის. მამა ჩვენ გადავწყვიტავთ ერთად ეს მეორე ჩვენ ბათუმის აქ კიდე დაუბრუნდებით რა. ცალკე ვილაპარაკოთ ბათუმზე. არა, იმიტომ რომ ყველა შეკითხვას ატრიალებს ბათუმით. არა, იმიტომ რომ თქვენ იქიდან გველაპარაკებით ძირითადად. მე მინდა გველაპარაკები სახალხო ხალხი მოდის ჩვენ მაგალითად მოდიხარ ჩვენ ხელის. თქვენს მაგალითად მოდით მამუკა გიორგაძე და სახალხო პარტია. ეს დაიმახსოვრეთ და იყავით მშვიდად. რადგანაც ჩვენ 20 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ისე მოვდივართ რომ ერთი ლაქა არ მოგდეს. ერთი ლაქა არ მოგდეს და შეგვიძლია უფრო მაღალ პროფესიონალ დონეზე გამახორციელოთ. ბატონო, თქვენი კითხვა არის თქვენთან უკვე. თქვენ ბათუმზე მაჩერეთ ახლა ამას ტერორისტთა სააკაშვილის მომხრედ შეიძლება. ბატონო, მაშინ ვიღოთ ახლა ბათუმის. ნამონთან ვთქვი რომ ბათუმის თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, თუნდაც იმიტომ რომ ტელემაყურებლებს შეკითხვა არის. ესაც ჩემი საყვარელი ქალაქი. მე ვამბობ ჭაჭინას რაზმაძის პატიაშვილის ალიანსი და მათთან თანამშრომლობაში ყოფ სახალხო ფრაქციას საუბრობ და რა ბათუმზე. ბათუმი არის ქალაქი ნორმალური ადამიანები. ის მიღებთ თუ წამოვართ, იგივე შეგვიძლია თქვა ედვარდ ჩევარნაძე, ნიკოლე გიშვილი, სხვა ცეკას დივნები ჩამოთვალო, რაიკოვის დივნები რამდენი ხოთ ფრაქციაში? კი, არის. კი, ბევრი არიან და ჩემთვის რა განსხვავება? აი რა განსხვავება? მითხარით, როცა ლაპარაკობ, რატო არის ერთი ცეკას დივანი კარგი და მეორე ცეკას დივანი ცუდი? არაფერი არ არის. მიუღებელია. საერთოდ ის პოლიტიკა, რომელსაც ერთი და მეორე დაწარმოებდა, სხვა შორის მე ორივეს ოპონენტი ვიყავი და ორივეს დროს ვარ დაჭერილი ისე როგორც ცემარლა. მოშევანაძე უფრო დიდხანს იყო და უფრო მეტი მოასწრო. პატიაშვილი ცოტა ხანს იყო და ნაკლები მოასწრო. მაგრამ ჩემი მიდგომა პიროვნული გაღიზიანების მათ მიმართ არ გამოირჩევა. მაგრამ თქვენ როცა გამოდიხარ და ვიმტკიცეთ რომ ერთი ცეკას დივანი ცუდია და მეორე კარგი, ჩემთვის ეს გაუგებარია. ამიტომ მე შეგვიძლია შემოგიბრუნოთ და დაგისახელოთ ძალიან ბევრი გვარი, რაიკომის დივნები, სხვათა შორის როცა ჯუმბერ პატიაშვილზე ვლაპარაკობთ და ბუნებრივია 9 აპრილის შესახებ ბევრი საკითხი უნდა იქნეს გარკვეული. სხვათა შორის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მაშინ მოკლაკთა კავშირის მაშინდელი მოკლაკთა კავშირის წევრი ხომ არ არის დღეს? იკითხეთ ერთი ეს თქვენ პარტიაში. მაშინდელი ეს ერთდღიანი თავმჯდომარე არა, პატიაშვილი დროს როცა იყო. სურაჩხიძე ერთი დღე იყო. სხვა ცეკას ბიუროზე ესწრებოდნენ გადაწყვეტილებაზე. სხვა ცეკას დივნები რომელ პარტიაში არიან დღეს? ის რაიკომის დივნები რომელიც მაშინ იყვნენ რომელ პარტიაში არიან? და ბოლოს და ბოლოს მაშინდელ პოლიტბიუროში ვინ იყო წარმომადგენელი? დღეს შემთხვევით თქვენი პარტიის თავმჯდომარე ხო არ არის? ყველა მაგოს პასუხი.
აგოს პასუხი შევარდნაძემაც 9 აპრილზე და აგოს პასუხი პატიაშვილმა 9 აპრილზე. აგოს პასუხი ყველა იმ ნომენკლატურამ, რომელსაც გადაწყვეტილება მიიღო იმ დღეს. და ნუ გამოვყავთ ისე რომ ერთი ცუდია და მეორე კარგია. ყველა მაგოს პასუხი იმის შესაბამისად რაც მათ ჩაიდინეს. ამიტომ მე ძალიან გქონდა როცა ვლაპარაკობ კომუნისტებზე, ნუ და როცა ვლაპარაკობ 70 წლიან ისტორიაზე, საბჭოთა საქართველოსი, ნუ გავისწრებო რომ 70 წლიდან 20 წელიწადი ედვარდ ჩევარდნაძეს ეკუთვნის. ედვარდ ჩევარდნაძე მართავდა